რადიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის მაიონიზებელი გამოსხივების წყაროების გამოყენების თეორიას და პრაქტიკას დაავადება და დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. დღეს ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიურ სერვისებზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამაზ ჯავაშვილი. გთხოვთ ბატონო თამაზ, მობრძადით მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, სასაუბრო ბევრი გვაქვს რა შესაძლებლობები არის რადიოლოგიური სერვისების კუთხით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ამით დავიწყოთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, მოგახსენებთ, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დღესდღეობით გვაქვს რადიოლოგიური სერვისების სრული სპექტრი. ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელობის ფილოსოფია გახლავთ შემდეგი, რომ კლინიკა აუცილებლად ყიდულობს ბოლო თაობის აპარატურას, უახლეს მოდელებს ყოველთვის და ამის საშუალებით უშუალოდ ჩვენ რადიოლოგებს გვაქვს საშუალება მივიღოთ უზუსტესი ხარისხის გამოსახულება, რომელიც მოდის ჩვენამდე და დავსვათ უზუსტესი დიაგნოზები. დღესდღეობით ქირურგიის ეროვნული ცენტრი წარმოდგენილია უახლესი აპარატურით, როგორც მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიების მიმართულებით, ასევე კომპიუტერული ტომოგრაფიების მიმართულებით. MRT, CT, როგორც ასე ხო იციან, ხო საზოგადოება. დიახ, მოგახსენებთ, MRT, დიახ, ანუ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გახლავთ რადიოლოგიური კვლევის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ეგრეთ წოდებულ წყალბადის პროტონის ინვერსიაზე, რომელიც შედის წყლის მოლეკულაში, ადამიანის ორგანოში და მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ადამიანის ორგანოების უნატიფესი და უზუსტესი გამოსახულება. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გახლავთ კვლევის სრულიად უსაფრთხო მეთოდი. მისი გამოყენება იმდენად უსაფრთხოა, რომ შეგვიძლია ასევე ორ სულებში მეორე ტრიმესტრიდან ბავშვებში, ანუ არანაირი საფრთხის შემცველი ადამიანისთვის არ წარმოადგენს. რაც შეეხება გამოსახულებას, ის გვაძლევს უზუსტეს გამოსახულებას და აქვე დავძენ, რომ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია უკვე დიდი ხანია გაცდა ანატომიური კონტურების საზღვრებს და მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არა მხოლოდ ანატომიური გამოსახულება, არამედ წარმოდგენა შევიქმნათ მეტაბოლიზმზე, ფიზიოლოგიაზე, რაც საბოლოო ჯამში ექიმ რადიოლოგს აძლევს საშუალებას დასვას სწორი დიაგნოზი, დაიგეგმოს მკურნალობის სწორი ტაქტიკა და საბოლოო ჯამში მივიღოთ გამოჯანმრთელებული პაციენტი. კი, ბატონ თამაზ, ხშირად უჩნდებათ ხოლმე კითხვა პაციენტებს, როდის MRT, როდის CT, ხო? რა სხვაობაა მათ შორის და რომელი რა შემთხვევაში? რა ის კვლევები რა შემთხვევაში არის საჭირო? ნამდვილად სწორი შეკითხვაა და ერთ-ერთი ესეთი ხშირად დასმული შეკითხვაა რადიოლოგთან პაციენტების მიერ, რომელთაც აინტერესებთ თუ რომელი კვლევის მეთოდი იქნება მათთვის უფრო ინფორმაციული. ამ შეკითხვაზე პასუხი ჩემი იქნება შემდეგი, რომ ეს კვლევის მეთოდები ერთმანეთს ავსებს და არ უნდა გავიგოთ ჩვენ ისე, რომ რომელიმე მეორეზე უპირატესია. არსებობს თქვათ ორგანოთა სისტემა, სადაც მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას უფრო დიდი როლი ენიჭება და უფრო ზუსტ გამოსახულებას გვაძლევს, ესეთია მაგალითად თავის ტვინის პარენქიმა, ასევე მცირე მენჯის ორგანოები, მაგრამ ამავდროულად არსებობს ორგანოთა სისტემები, მაგალითად ფილტვები, ძვალსახსროვანი სისტემა, რომელიც როსაც კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო მეტი ინფორმაციის მომცემია. ამასთან დაკავშირებით რეზიუმირების სახით მინდა ვთქვა, რომ სანამ კვლევას ჩაიტარებს, პაციენტმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს პროფესიონალთან, ამ შემთხვევაში ეს იქნება კლინიცისტი თუ ექიმი, რადიოლოგი თუ კონკრეტულად მისთვის რომელი რადიოლოგიური კვლევის მეთოდი იქნება უფრო მეტი ინფორმაციის მომცემი და ჩაიტაროს ზუსტად ის კვლევა, რომელიც მაქსიმალურად მეტ ესე რომ ვთქვათ ინფორმაციას მოგაწვევს. CT-ზეც რომ გითხრათ, როგორც MRT-ზე, ხო? რა სახის კვლევა არის ეს და რამდენად მნიშვნელოვანი არის? კომპიუტერული ტომოგრაფია, ანუ CT, რომელსაც ხალხი მას ხშირად ეძახის გახლავთ. რადიოლოგიური კვლევის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია რენტგენის სხივზე და ესე ეგრეთ წოდებული სხვადასხვა მათემატიკური მოდელირებით და პროგრამირებით კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებითაც ვღებულობთ ადამიანის ორგანოთა სისტემის უზუსტეს გამოსახულებას. არსებობს თანამედროვე აპარატები, რომლებიც 1 მილიმეტრის მეოთხედის სიზუსტით, ანუ 0.25 მილიმეტრის სიზუსტითაც კი
გვაძლევს საშუალებას შევიქნათ შთაბეჭდილება უზუსტესად ადრეულ ფაზაზე აღმოვაჩინოთ რაიმე პათოლოგიური ანატომიური ცვლილება და შესაბამისი ტაქტიკით პაციენტს უკუნალოთ სწორად, რაც მის გამოჯანმრთელების უპირველესი წინაპირობაა. ბატონო თამაზ, დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს აინტერესებს გადახდის შესაძლებლობები და ის აქციები, რა თქმა უნდა, ფასებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ არის აქციები, რომლის ფარგლებშიც ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება ეს. დიახ, მოგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აპარატურა რამოდენიმე ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩვენი დამფუძნებლის მხრიდან და ის არის ესე რომ ვთქვათ ბოლოთაობის ციფრული ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი აპარატები. ჩვენი კლინიკა ყველანაირად ცდილობს რომ აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი გახადოს მოსახლეობისთვის და ამის გამო ჩვენ გვაქვს უამრავი აქცია, რომელიც მორგებულია შინაარსობრივად მოსახლეობის საჭიროებაზე. და მინდა მოგახსენოთ, რომ ეს გახლავთ ნამდვილად შეღავათიანი ფასები ბაზარზე არსებულ სხვა ესე რომ ვთქვათ მოთამაშეებთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ადამიანმა შეიძლება მიიღოს ინფორმაცია არა მხოლოდ აქციების შესახებ, არამედ ჩაეწეროს მისთვის სასურველი ნებისმიერ კონკრეტულ დროს და ყოველგვარი რიგის და მოლოდინის გარეშე მიიღოს მომსახურება. ეს გახლავთ ცხელი ხაზის ნომერი, რომელიც არის 577 119 119 და ასევე 202 25 25. ბატონო თამაზ, ორი კითხვა მაქვს. პირველი, კონკრეტულად რაიმე პროცედურა თუ არის პაციენტმა, სანამ მსგავსი ტიპის გამოკვლევას ჩაიტარებს, როგორ შეიძლება მოემზადოს პაციენტი და მეორე, თუ შეგვიძლია რომ უბრალოდ თავის გადამოწმების მიზნით, მაგალითად, მივიდეთ და ჩავიტაროთ მსგავსი ტიპის კვლევები. დიახ, მოგახსენებთ. უმეტესწილად პაციენტისთვის წინასწარი მომზადება საჭირო არ გახლავთ, თუმცა არის კონკრეტული სისტემების კვლევები, მაგალითად ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული კატე ენტეროგრაფია ნაწლავების გამოკვლევა, რომელიც რასაც სასურველია რომ ნაწლავი იყოს დაცლილი და ადამიანი იყოს ესე რომ ვთქვათ ამ კვლევისთვის მომზადებული. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიებზე და ამისათვის საჭიროა რომ წინასწარ როცა კვლევა იგეგმება და ეს რა თქმა უნდა დაგეგმილად ხდება ჩვენ პაციენტებს ვაძლევთ რეკომენდაციას თუ რა ტიპის მომზადება უნდა გაიარონ კვლევამდე, მაგრამ უმეტესწილად არანაირი მომზადება საჭირო არ გახლავთ, შეგვიძლია გავაკეთოთ ეს. ხოლო მეორე შეკითხვას თქვენსაც რაც შეეხება შეგვიძლია თუ არა პროფილაქტიკის მიზნით აღნიშნული კვლევების ასე რომ ვთქვათ ჩატარება, რა თქმა უნდა შეგვიძლია. უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება რომ მაინც კონსულტაცია გავიაროთ პროფესიონალთან, ექიმთან, კლინიცისტთან, რადიოლოგთან, რადგან სასურველია მან დანიშნოს ზუსტად ის კვლევა, რომელიც ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში, რათა პაციენტისთვის საუკეთესო ინტერესები იქნას მიღებული და შედეგი. მოდით ამასაც შევეხოთ რამდენიმე წუთი გრჩება, რომ როდის ხდება ექიმის მხრიდან გაშვება პაციენტის ამ და ამ კვლევაზე, ხო? კატე იქნება თუ MRT იქნება. კი ბატონო, მოგახსენებთ. პრაქტიკულად დღეს არ არსებობს მედიცინის დარგი, თამამად შემიძლია ვთქვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში, რომელიც არ იყენებდეს რადიოლოგიურ კვლევებს. თითქმის არ არსებობს დიაგნოზი, რომელშიც ერთი რაღაც კონკრეტული ძალიან დიდი წვლილი არ შეიტანოს რადიოლოგიურმა კვლევებმა. შესაბამისად, ყველა მიმართულებით, ყველა პროფილის ექიმი ნიშნავს აღნიშნულ კვლევებს, მაგრამ უმეტესწილად მაინც მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას მაგალითად იყენებენ ნევროლოგიური მიზნებისთვის, თავის ტვინის ესე რომ ვთქვათ გამოსახულების მისაღებად, ხერხემლის პრობლემებია ძალიან ხშირი, როდესაც ხერხემლის პრობლემები აქვს, ასევე ონკოლოგიების შემთხვევაში, როდესაც არა მხოლოდ დიაგნოზის დასმა, არამედ შემდგომ მკურნალობაზე შედეგის გადამოწმება ხდება. იგივე სიტყვი კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება ფილტვების შესამოწმებლად, რადგანაც ის იძლევა შესაძლებლობას 1-2 მილიმეტრიანი თქვათ რაღაც ცვლილებაც კი აღმოაჩინოთ საწყის ეტაპზე და შემდგომ მოახდინოთ ამაზე დროული რეაგირება, რადგან ნებისმიერი დაავადება ადრე ეტაპზე აღმოჩენილი არის სრულიად განკურნებადი. რა თქმა უნდა, თქვენი კითხვა უფრო აქტუალურია, რომ
ადამიანმა მაქსიმალურად ხშირად უნდა ჩაიტაროს აღნიშნული გამოკვლევები პროფილაქტიკის მიზნით, რათა საბოლოო ჯამში დაზღვეული იყოს, თქვათ. თან ყველაზე მთავარი ის არის, რომ იყო მშვიდად, რომ ჯამრთელი ხარ და ჟენის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბატონო თამაზ, რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რასაც ასე ერთგულად მიყვება ქირურგიის ეროვნული ცენტრი, რომ სულ ახალი აპარატურა იყოს, იმიტომ რომ რო შევადაროთ პირობითად, რა იყო 10 წლის წინ და რა არის დღეს, რის შესაძლებლობას იძლევა დღეს უკვე ეს აპარატები? აი ფაქტიურად ბოლო 10 წელიწადში შეიძლება საუკუნოვანი ნახტომიც კი მოხდა რადიოლოგიაში, რომელიც ერთ-ერთი დინამიურად განვითარებადი მედიცინის მიმართულება. რაც შეეხება ქირურგიულ ცენტრს, აი ეს აპარატი, რომელიც ახლა თქვენს ეკრანებზე გადის, Philips-ის ფირმის 3 ტესლა სიზრავლის სრულიად ციფრული აპარატი, რომელიც ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია გახლავთ, აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით და როდესაც Philips-ი სწავლობდა თუ რა უფრო მნიშვნელოვანი იყო პაციენტისთვის, ერთ-ერთი მთავარი გახლავთ ის კვლევის დროის შემცირება, რადგან აი ზუსტად ეს ყოველთვის პრობლემაა, რადგანაც თავის მხრივ მოითხოვს გვირაბში წოლას ადამიანისასთან გაუნձრევლად და ჩვენ შევიძინეთ ხელოვნური ინტელექტი, ეგრეთ წოდებული კომპრეს სენსი, რომლის საშუალებითაც ვანახევრეთ ზოგ შემთხვევაში 70%-ითაც ვამცირებთ კვლევის ხანგრძლივობას. ასევე ვამბობ განათება ვენტილაციის სხვადასხვა სისტემებზე, რომლის საშუალებითაც პაციენტს არ აქვს კლაუსტროფობიის შიში. დიდი მადლობა. არ აქვს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ ვიცით ადგილი, სადაც საქართველოში შესაძლებელი არის ყველანაირი ამომწურავი პასუხის მიღება ჩვენ ჯანმრთელობის შესახებ. მადლობა ამისთვის ქირურგიის ეროვნულ ცენტრს. დავემშვიდობებით ჩვენ სტუმარს.